აი ეს პროჯგოშიების ეგრეთ წოდებული ტრაკის თამაში ვითომ რომ პარტია აქვს და ვითომ რომ ქვეყნის გადამრჩენი გმირები არიან და ახლა ვიღაცამ არ დამიწყოს აქედან რა გაუთვითცნობიერებელმა ბრიყმა ან ყოველ შემთხვევაში მაგათმა მოქოქილმა 300 ლარიანმა მეძავმა როგორიც ხავთ იქ საიდან იცი და პირადად ვიცნობ მორგოშიას და ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი როცა აი ამ ვირთხებთან გარკვეული ჩემი თანაცხოვრების პერიოდი ჩემ ქვეყანასთან მაკავშირებს, იმიტომ რომ მე ესენი არ მომიძებნია არავინ, მე ამათთან არავისთან არ მქონია სურვილი დაკონტაქტებოდა, ეგენი გვიძრებოდნენ ყოველთვის პროქტოლოგიურ დირკაში და ნუ ახლა თავისთავად ამათ ჰქონდათ მოტივები, ამათ ჰქონდათ დავალებები მიცემული და მანამდე სანამ ადამიანები შეძლებდნენ ამათთან თანაცხოვრებას და შეეცდებოდნენ რომ გარკვეულიყვნენ ეგენი ვინ იყვნენ მანამდე კი ჰქონდათ ინტერესი უდაოდ იმისთვის და იმისი რომ რაღაცნაირად ლავირება გაეკეთებიათ და შემდეგ რა თქმა უნდა როცა შეგხედავდნენ რომ შენ არ იცვლიდი აზრს და აგრძელებდი რა თქმა უნდა შენს აზრზე ყოფნას და ვერ უერთდებოდი მათ მოღალატეობრივ ქმედებებს მე ნუ აღმოჩნდებოდა რომ შენი მიუღებელი ხარ მთელი სისტემისთვის და ახლა მე ზუსტად ვიტყვი დავიწყებ კაცო მაგ პროცესების მოყოლას და რა როგორ და რანაირად იყო მაგის ახსნას. მე გული მტკივა პირველ რიგში იცით რაზე რომ თვითონ საზოგადოებას არ გააჩნია აღქმის უნარი რომ შეხედოს რა ეს მოღალატე სინამდვილეში ვინაა და როგორ შეიძლება რომ აი ვიღაცა მახარაძე რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერია და რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ყველამ ნახეთ ხო რა რამდენი კაცი გეგულებათ რომ ბიძინა ივანიშვილთან იყოს მიახლოებული და მასთან პოზიორობდეს ხო ბევრი არ არის ეგეთი და კიდე ახლა ისინი მარტინენკოს ვიღაცა მარტინენკოვის თუ მარტინენკოს გაუგებელი თესლიშვილის პატრიოტიზმზე მე არ დავიწყებ ახლა ლაპარაკს რომელიც ეშმაკმა იცის მართლა ვინ არის და რა ჯილაგის არის და რა თესლის ნაკეთებია რა. მაგაზე საერთოდ არ მინდა კომენტარის გაკეთება. ეს დაჯგუფება, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რო შეიქმნა და შექმნა უშიშროება. მას მისცეს ერთი მოტივი და ერთი მიზეზი, რომ ამათ უნდა გაეკეთებიათ მტრის საქმე. მორგოში არის ჩვეულებრივი მილიონერი ერთლარად რო კაცი იმას იყიდი, რა ქვია, მიწებს იყიდი, შენი ქვეყნის მიწებს რა. ადამიანი რომელიც არც ერთ წინაღობაზე არ მდგარა, არც თვითონ არც მისი წარსულის მანძილზე თავის თამომავლობიანად საერთოდ რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი რო აწუხებდეს რა. არ არის ახლა ეს რთული ადამიანმა გაიგო ვინ არის რა, შენ პატარა ქვეყანაში. აი უყურებდი ამ ეგრეთ წოდებულ გამოსვლებზე ამ ხელი დადგმულ მარაზმატიკაზე ხო მოვიდოდა ეს უშიშროების თანამშრომლები ჩაუჩურჩულებდნენ ყურში ქართულ მარშში იყო ადრე ეს მორგოშია თავით შემძვრალი ბავშვი მოუნათლა იქ სანდრო ბრეგაძეს და მე პოდლი გაუკეთა რა უშიშროების დავალებით უნდოდა რომ ის პარტია ეხია იქ იმ სანდროსთვის და იმან დაარტყა ტრაქში პანჯურა ამოანძვა და გამოაგდო მაგრამ რასაც უყურებდი და რასაც ვხედავდი რა თვითონ ამის ირგვლივ ამის მოქმედებების ირგვლივ ძალიან მარაზმი კაცი იყო ადამიანს რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ნათლი მირონობა თავისი ბინძური საქმეებისთვის რა ნათლი მირონის ინსტიტუტი რომ შეიძლება ასე დააკნინოს ქვეყანაში თუ შეიძლება ასე ვთქვათ ხო უზარმაზარი ღვთის საიდუმლოა მართლმადებლური წესით ნათლი მირონობა და არა მარტო ნათლი მირონობა ეგ საიდუმლოებითი წესი სრულდება გინდა ქორწინების საიდუმლო იყოს და ბევრი ბზიარების საიდუმლო და ერთ-ერთი მათგანია ნათლობის საიდუმლო ხო როდესაც ამ და მე რელიგიაზე დაიწყებ ლაპარაკს და საკუთარ ნათლი მირონს იმიტომ მოიკიდებ რომ გამოიყენო რა ეგა ამათი კონსერვატიული სახე რეალობაში ხო და ნუ ახლა ვიღაცას უკვირს მაგრამ მე არ მიკვირს იმიტომ მე რომ ამ განდონებს თვითონ ვიცნობ იმიტომ ნუ ცხადია რა იცი კაცო თავის დროზე ისეთ მე ყოველთვის ვიცოდი ეს რომ უშიშროების კადრი იყო უბრალოდ მე მინდოდა რა ბოლომდე მესწავლა ესენი რა ნეხში ჩადებული ტიპები იყვნენ ახლა წარმოუდგენელია რა ეს მასტები შენთან კონტაქტში რომ შემოდიან და არ გასვენებენ და ყოველღამე მირეკავ და აუ იქნება თქვა მორგოშია რა კაი ბიჭია და აუ შენ აუდიტორიასთან იქნები ლაპარაკო მორგოშიამ რა გააკეთა და იქეთ
ამის დედავატირე მას გამოვიდოდი რა ქვია ბაგრატის ტაძარი ფაქტიურად გაყიდეს რა ამ დედამოწყრულება ნაწილი ეზოს ბაგრატის ტაძრის ეზოს ნაწილი გაყიდეს და რო გამოვედი სიტყვით პირველი მორგოშიას რატომ დააწოდა ტრაკი მიმიყვანა ბიჭო საკულტურის სამინისტროში მისი ცოლი ყავდა იგი დასაქმებული რა ხო და ეს ვიღაცა ყალე შემახვედრა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით და 1 საათის მანძილზე ვისმენდი ლაპარაკს რა კარგია ბიძინა ივანიშვილი რომ საღდრისი იქ არაფერი არ ყოფილა და როა აფეთქა ეს ასაფეთქებელი იყო და დღეს გამოდის ეს მორგოშია მართლა გოშია რა ეს ვირთხა და იმას ლაპარაკობს რომ აი ეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდის და ქართულ ოცნებას უწყობს აქციებს და იმას იმაშვება რა ქვია წვავს დროშას ქართული ოცნება მე არ ვიცი ახლა ამ ზღაპრების ვისჯერა და ვინ დაიჯერებს ამას და რამდენიმე ბრიყვი თუ გამოვარდება იქ მე თვითონ არ მომსწრე თბილისთან ერთი კალონკა იყო სადაც ლაშამი რეჯიმთან ერთად ხვდებოდით რა ამ გამოსირებულს და ზღაპრებს ხვებოდა მე უსმენდი ამ ზღაპრებს ნუ რა ჩანაფიქრები ქონდა ტრაქში ძრომის ხელისუფლებასთან რა თქმა უნდა მე ნახვე უთხარი მე ქართულ ოცნებ მოღალატეობრივ რეჟიმთან და იგივე აღქმა მაქვს რაც ნაცმოძრაობასთან ქართული ოცნების თუმცა თვითონ მეორე შვილის ნათლია ემკვლელი კოდუას ძმა ყავდა იქ და მე გადააგდო ისიც ფულში და რა ვიცი რა ერთი ნათლია შვილის იმიტომ აიღო რომ პოლიტიკური ნიშნით ჭირდებოდა და მეორე იმიტომ აიღო რომ ფული გამოეტყავებია რა ასე უთხრა პრეგაძის რომ იმიტომ ყავდაო შვილის ნათლად ფული გამომეძალა მაგისთვის ნუ არ ვიცი რამდენად ეგ დაჟე კონსერვატიულობის სახეც არა ეს არის ჩვეულებრივი პროჭიზმის ხატება თუ შეიძლება ასე ითქვას მსგავსება და ხატება და კაცმა პროჭი ზოგადად თუ გინდა რომ იცნო დაკიდო მორგოშიას პორტრეტი პროჭების დაფაზე და უნდა შეხედა და უნდა იცოდე აი სინამდვილეში როგორია პროჭი აი გამაგი მე რაც შეეხება ამის დამოკიდებულებას იქ ქართული მარშიდან ვინც ამან წაიყვანა ნუ უშიშროების კადრი ვინც იყო ეგ იყო მინეთშიცა ნინულა კორკოტას ნაშა და ნუ რა ვიცი კორკოტას ნაშამ და იქ სხვა ვიღაცას წოვდა და რათაც ვინმეს დუთხნიდა ეს ყლეს ეს დედამოწყრული ქალი საზიზღარი ადამიანი რა და ბექა ვარდოსანიძე მაგასთან ერთად ერთი მეტრაკე ოფიციალური და მეორე ჩვეულებრივი მუტელი ბოდიში რა მე აქ ვერ დავდგები და ცენზურას ვერ დავიცმა მე ვლაპარაკობ რეალობაზე თუ ვიღაცას შვილს ვერ უვლის და ახლობელს ვერ უვლის და მცირეწლოვანს ვერ უვლის ეგ მისი პირადი პრობლემაა და მე არ ვისურვებდი რომ ეს გამოსვლა მოესმინა მცირეწლოვან ბავშვს მაინდამაინც რა თუმცა არც მოусვენს ისე არის დაკავებული თაობა თავიანთი გასართობის სისულელეებით ამდენი ხანი ამას არ ჩართავენ და ამას ყურადღებას არ მიაქცევენ ესე არ შეეხება სიბილწეს აგე რა ვასიკო მაღლაფერდის ტელევიზიიდან რომ მოედინება საზოგადოებრივ მაუწყებელს რო უძახიან იმნაირი არსაიდან არ მოედინება ხო და რა ნუ რას ვაგრძელებდი ამ ლაპარაკს მე ეს მეტრაკე რა ეს ბექავარდოსანიძე და ეს ცნობილი მინეტი ნინულა აღმოაჩინეს საპატრიარქოს კუზაოზე საიდანაც აშუქებდნენ საპატრიარქოს მოწყობილ ივენთებს ამათ მართლმადიდებლობასთან და საერთოდ ღირსებასთან და ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს უბრალოდ რო დავინტერესდი და ჩავხედე აღმოაჩინე რომ პრესამსახურში იყვნენ დასაქმებული ერთი მეტრაკე და ერთი ოფიციალური ბოზი და ну ახლა მე უშიშროების ფაილებს რო ჩავხედე არ გამიკვირდა რომ ეს ჩათლახ ყველას იმაში ტრუსიკში ჩამძულარი ჩათლახი რომ იქ ვიღაცა წვერიანი საყვარელი იყო არ გამკვირვებია რა ნახდი გითხრათ ამდენად არ გამკვირვებია რა ხო და რთულია რა ეხლა მე როგორც კაცმა ძალიან ბევრი და მით უმეტეს გარკვეულმა ადამიანმა რა ძალიან ბევრი მონაწილეობა მივიღე აქციებში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ნუ მქონდა ურთიერთობა რა ჩემი ქვეყნის და ერის გადასარჩენად მე მივიჩნევდი რომ მაშინ ეს აუცილებელი გასაკეთებელიც იყო კაც ქართული მიწა რო იყიდება მაშინ უნდა ამოიღო ხო მნიშვნელობა არა აქვს ამას ვინ როგორანაირად დიდებს ზურგზე მაშინ გასაკეთებელი უნდა გააკეთო ზუსტად გეუბნებით რა იმ არაბიდან იმ ჩათლახი არაბიდან იმ პროჭი არაბიდან იმ სომეხიდან იმ უცხოელიდან იმ აზერბაიჯანელი ოკუპანტიდან არანაირად ჩემთვის განსხვავებული არა კაცი რომელიც ერთლარად მიწის ნაკვეთს ყიდულობს რა მორგოშია არის ჩემთვის ჩვეულებრივი ოკუპანტი ჩემი ქვეყნის მეტი არაფერი რა
და ეს შეკითხვები მე დავსვი დიდი ხანი როცა გავიგე რომ ამას ამ საქმეში ხელი გქონდა და ნუ რას იზამო. არ მიკვირდა რა თემები, აი მაგალითად როგორი შემთხვევა იყო, იცი, როდესაც მე ყოველთვის გამოვიდოდი ისორიას წინააღმდეგ, ვიტყოდი რომ საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით პრობლემები როგორ კაფეში რაღაცა რომ ჯდარიყავი, იქვე მომადგე, ისე კი არა ტელეფონზე დამირეკავდა. იცოდნენ სადაც ვიყავი რა, მოვიდოდა და მიწყებდა ლაპარაკს, რომ აი ეს თვითმფრინავები რო ყავს თავდაცვის სამინისტროს, რო გაიყიდოს ესენი შენ, ამაზე პრობლემა ხო არ გექნება, რომ ხმა მოიღო და მე უნებოდი რომ ყველაფრის ბიზნესად ქცევა ბიძია არ შეიძლება და შენ ამ საქმეში თუ ვერ ერკვევი, შენ ტრაკი დააყენე რა. ხო და ახლა როგორ გონია თქვენ მორგოშია იყო ჩემთან მოსული, მორგოშიას უკან იქ და ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის მათხოვრები, რომლებსაც უნდათ რომ ეს უკანასკნელი და ჯერ ერთი როგორ ებრძოდნენ ეგენი სამხედრო ავიაციას რა და როგორ მოკლეს ჩვენი მფრინავი კონგოში. ეს ყველაფერი ეს სიგმატურად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული და რა ვიცი რა გითხრათ რა, ყოველთვის სადაც იყო სახელმწიფოების ინტერესი, მე არ ვიტყვი სახელმწიფო ინტერესს, ყოველთვის იყო ეს პროჭგოშია რა. ანუ ახლა რა ვიცი რა უნდა ვილაპარაკო რა, მე მაგას მე საერთოდ ადამიანად არ აღვიქვამ, რომელზეც კრიმინალური ჯგუფი ყავს რაღაცა და ნუ ამ ფულით ახახდენს რაღაცა მარაზმატიკას, რაც შეეხება მის პოლიტიკურ მსვლელობებს რა და მის ეგრეთ წოდებულ ალტინფოს რაღაცა იმ ბუდკის ტელევიზიაში რო არის რაღაცა ვითომ პროალტერნატიულ სიმართლეს რო აშუქებს რა საერთოდ იმას რა თქმა უნდა არ აქვს კავშირი სიმართლესთან ეს არის ანგაჟირებული პოლიტიკა ამათმა დაიწყეს რუსულ ინტერესებზე გამომუშავება და როცა რუსები მიხვდნენ რომ ჩვეულებრივ ეს არის ფულის გამოსამუშავებელი ობიექტი გახდა რუსული ინტერესები ატდნენ და რუსეთში აღარ მისცეს ვიზა და აღარ შეუშვეს. ან რუსები ამას ძალიან კარგად მიხვდნენ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არის იუდა, ხო, ის რუსულ ინტერესებსაც ყიდის, ის ქართულ ინტერესებსაც ყიდის და ის ყველას ინტერესს ყიდის, იმიტომ რომ იუდას და მაკლერის და პროჭის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმე, ესა უიდეო ხალხი, თქვენ რატო გონიათ ახლა ისე იუდასავი ჟღალი კია, იუდა ჟღალი იყო და რატო გონიათ აბა ერთადერთი მიზეზი რომ დამისახელოთ რატომ გაყიდა უფალი იუდამ რა არ უყვარდა უფალი როგორ არ უყვარდა მაგრამ იმას უფალზე მეტად ყველაზე მეტად საერთოდ ფული უყვარდა ფულთან შეხება უყვარდა ფულთან ურთიერთობა უყვარდა ფული იყო მისი კერპი აი არიან ასეთი ადამიანები რომლის კერპიც ხდება ფული ის ნათლი მირონსაც ყიდის, ახლობელსაც ყიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავიდანვე ეს ძალა იყო მართული ძალა უშიშროების მიერ, თავიდანვე პირველი დღიდან ეს იყო მართული ძალა და დაკომპლექტებული მეტრაკეებით, პროჭებით და სამშობლოს მოღალატეებით. იქ თუ ვიღაცებს მაგალითად ატყუებდა ეს მორგოშია რა. უბრალო ადამიანებს რაღაცა ყანაში ჩამდგარ მომუშავე ხალხს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს რა, ვინ არის ეს? და მისი გუნდი ხო? მე ხალხის მესმის რა, მისი შემცდარი სენტიმენტების მესმის და მისი გაბრაზებისაც მესმის ამ ხალხის, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები, ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ქვეკატეგორია ყოველთვის იყენებდნენ აი ესეთ სენტიმენტებს რა. აი მაგალითად რას აკეთებდნენ ისი ცნობისთვის რა. ჩვეულებრივ აქციაზე მივდიოდი, მომიახლოვდებოდა, დამადებდა ბეჭზე ხელს, გაიხედა იქეთ მე ნუ რა მოხდა ადამიანი შენ გვერდზეა გაიხედა ვიღაცა მომზადებული ყავდა გადაგიღებდა სურათს მე ამ სურათს დადებდა მის გვერდზე რომ აი დავით ნემსაძეც ჩვენთან არის ახლა კაც როგორ ეტყვი იმას რომ ესა ჩემ გვერდზე სურათი არ გადაიღო რა როცა ნუ რა თქმა უნდა შენ თვითონაც არიცნო ბოლომდე რა ნეხვიც არის რა და ძალიან ბევრი ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში როცა ხვალ ესეთ ილეთებს მიმართავენ ხალხო მიმართავენ ნამდვილად რა სურვილი უნდა მქონოდა მე კორკოტასთან სურათის გადაღების და იმის რა ქვია ამასთან სურათის გადაღების რა ქვია მორგოშიასთან სხვათა შორის თავზე რო დამესხდნენ პირველი კავშირზე ვინც გამოვიდა და როგორ ჩამისაფრდნენ და როგორ თავზე დამესხდნენ თქვენ ეს კარგად იცით რა მაგაზე მოყოლილი მაგრამ სახელმწიფო რო ასეთ ბრუტალურ მეთოდს მიმართავს რომ მის პოლიტიკურ ოპონენტს თუმცა მე არასოდეს არ ყოფილი ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი და არც მქონია სურვილი და არც მექნება ზოგადად მიმაჩნია რომ პარტიებმა დაღუპა საქართველო რა საზოგადოებრივ ოქტაგონზე ვიყავი და რასაც ვაშუქებდი იყო პოლიტიკური კრიმინალური ქრონიკის შემცველი ბლოგები, განცხადებები და მხილება იყო და რა თქმა უნდა ეს ხო ამათ არ შეამომლებდა და
პირველი კონტაქტზე გამოვიდა მორგოშია და მორგოშია მეუბნებოდა ვინ დაიჭირეს, როგორ დაიჭირეს, მე ვინ როგორ გამოუშვეს და მე რა მოხდა, იცი? იმ ხალხს ვინც მე თავზე დამესხა, ისინი უშიშროების ნასეტკები, ჩვეულებრივ ქართულ ოცნებას ხო ჯგუფი ყავს სამათი რა, რო აი წითელი ინტელიგენციაში უნდა ყავდეს ხალხი და რაღაცა და მე მორგოშია მოუყვანა ადვოკატი და უყვანა როგორი ადვოკატი, იცი, რომელიც მისი სუფრის წევრი იყო ის მაჩალიკაშვილის როზურგში ჩაარტყა და მისი შვილის თემაზე დიდი კრიმინალი გააკეთა ვიღაცა მარიამ ყლიფონაშვილი, ის მარაზმი ქალი ვიღაცა მაგის გვარის ხსენებაც არ მინდა დაუყენა იქ ადვოკატად და სასამართლომ ერთბაშად მიიღო გადაწყვეტილება დღისით, მზისით, კაც თვალი ლამის ამომთხარეს, თავშეკინა დამარტყეს და ამას ყველაფერს ვიდეოზე მიწერდნენ, რომ იზორიასთვის ენახებიათ, რომ მისი ცოლის მაგინებელი და ახლა დღესაც შევაგინებ იზორიას ცოლის დედა შევეცი პირში რა, ეს არის ყველაზე უსაზიზღრესი ქალი, რომელიც აუ აქაც იზორია ხო არა ამის დედა შევეცი. დავიჭირა გერხელში. დაასაქმეს ნავთობ კომპანიაში და სასაზღარე რაღაცა გააკეთეს. ბიჭო, სახელმწიფო სამსახურია ნავთობ კომპანია და ეს იზორიას მეორე ცოლი კაპრიზები რო ქონდა დანიშნეს ემათ რა ქვია დაცვის სამსახურის უფროსად და 1000-ებს უდებდნენ ჯიბეში და 10000-ებს პრემიად. და ყოველთვის მორგოშია ეფარებოდა მისი ნიფხავით აი ამ ბოზიშვილებს და არა მარტო მორგოშია კაცო ბევრი და ეს ამას აკახა პარტია და იბრძვის ქვეყნის ინტერესების ვისაც ეს ჯერა იმას მოუტყან დედის ტრაკი რა. პირდაპირ გეტყვით აგე რა ბოდიშვიხდი, მაგრამ წარმოუდგენელია რა სიბრმავე ამ დონის რომ ადამიანმა ვერ დაინახო ეგენი რეალობაში ვინა მორგოშიას ერთ-ერთი ინტერესი არის ეს არის თარხალმოურავის პარტიაში ნამყოფი ქართულ მარში ნასარგებლები ტიპი ყველა დირკაში გამძვალი როჟა რომელსაც მე ნუ როგორ შეიძლება რომ ყველგან იყო ყველგან ყველაფერი გააკეთ ყველაფერში კი იყო და ქვეყნის ბედი გაწუხებდეს ბიჭო როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა როდის მე გაუჩნდა მორგოშიას თაღლითობაზე ნასამართლებ ტიპს რა თაღლითო ფინანსურ თაღლითობაზე რა ყველაფერი ყველას არ შეიძლება დააბრალო რა ჩვეულებრივი თაღლითე პარტია როგორ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში გაჭირვებულ ქვეყანაში მილიონერი პატიოსანი იყო ბიჭო მარტო ივანიშვილს კი არ ეხება ეს აი ამ პატარა ვირთხებს რა ვინც არიან მისი პატარა იდეის გამგრძელებელი მევახშეები ანუ შეიძლება არა აქვს ამას გურამა ფალავანდიშვილი იქნება თუ ვინც იქნება რა არიან ტიპები აი გულახდილად ვიტყვი არიან ტიპები ჩვეულებრივ რომლებიც ღალატობენ ქვეყანას და სამშობლოს და ქვეყნის ინტერესს გურამა ფალავანდიშვილის აქ მილიონების ბიზნესი არის ჩვეულებრივი მაკლერი და გაქირავებული ქონდა მისი ოფისი სოროსის ფონდზე და ამას უყვარს ახლა ქვეყანა და ესენი არის დაჯგუფება ლევონა ვაზაცესთან ერთად და ჩვეულებრივ ტრაქს ლოკავენ იქ დიდ რუსეთში ლოკავდნენ მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი მიუხვდნენ რომ ესენი უბრალოდ გამომუშავებაზე იყვნენ და არა მათი მიზნებისთვის და ყველაზე ნაღდი რაც გააკეთეს იმათმა ეგ იყო რომ მისცეს ქართულ ოცნებას დირექტივა გაუუქმეთ ამ ყლეებს პარტიაო იქ მოსკოვში რო არ შეუშვეს გადააკვეთიეს რუსეთის საზღვარი და დეპორტი მიცხეს იმაში პასპორტებში ზოგიერთს ამათ პრორუსული იდეის მონაწილე ხალხს ვითომ აგერო რუსეთის ჯარი უნდა დაეყენებიათ ჩვენ ქვეყანაში ვინც მაგი თქვა თქვენ პარტიაში ყველას მოუტყან დედისპირი ბიჭო მე გასაგებია რომ შეიძლება ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი გაწუხებდეს და იცოდე გარკვეული ბალანსის დამყარების შესახებ გქონდეს ანალიზი და გქონდეს წარდგენა და იყოს რაღაცა ერთი საქმე არის და ასეთ რაღაცას როგორ ეხები როგორ შეიძლება თქვა რომ შენს ტერიტორიაზე მნიშვნელობა არა აქ ამას გინდა ამერიკის ჯარი იყოს გინდა თურქეთის ჯარი იყოს გინდა რუსეთის ჯარი იყოს სხვა ქვეყნის ჯარი მოინდომო შენი ქვეყნის ტერიტორიაზე აი ვინც მაგი თქვით თქვენ მაგ პარტიაში ყველას მოგიტყანთ დედისპირი ბიჭო და ჩვენ როცა 2008 წლის ომში ეწინააღმდეგებოდით და ვიბრძოდით მტრის წინააღმდეგ რა თავდამსხმელის წინააღმდეგ რუსეთი იყო შეიძლება სხვა დროს თურქეთი ყოფილიყო მნიშვნელობა არა გამას ეგენი იჯდნენ დედამისის კალთის უკან და იმალებოდნენ იქ ეს ბრჭყალებში გმირი ბიჭები გამიგე არც ერთი არ იყო პატარა იერაღის ხელში აღება რო არ შეიძლებოდა არც ერთი მათგანი არ იყო პატარა არცეც არა აქ წარსული მათ ოჯახებში ან კგბ სისტემასთან დაპირისპირებული დისიდენტი ყოფილიყო
მამამისი, ან ხო შეიძლება ბიძა ყოფილიყო, ან ვიღაც ყოფილიყო, არც ეს არ აქვს ისტორია, რომ სამაჩაბლოში ან დაღუპული ყოფილიყოს, ან მებრძოლი ყოფილიყოს ვინმე ახლობელი, არა. ესენი იმალებოდნენ პუნჩისტურ საშოში და შემდეგ გაუღვივდათ ეს ტრაკი და გამოძვრნენ და დაიწყეს აქ თამაშები. მე რატო უნდა ვენდო ამ ადამიანებს? ხო უნდა გაარკვია, ხო უნდა კონდეს რაღაცა პოლიტიკური გამოსულები, თითქოს ქუჩაში ლაპარაკობდნენ, ქუჩის ბიჭები იყვნენ, ისე ლაპარაკობენ ამაზე, აი მე ასე თუ არ მაწყობს, მე ისე თუ არ, ვინ ჩემი ყლია מחარაძე, მაგის დებილი დედა შევეცი. გამოდის და იმას ლაპარაკობს უშიშროებამ ბოზი მომიგზავნა, პირში ჩამიდეს, მომაწოვიეს, გადაუღეს, კომპრომეტირებული, მე მეორე დღეს ყველანაირად ლაპარაკობს. ეგ არ არის სერიოზული შემთხვევა, ეს არის დავადებული საზოგადოების არჩევანი, მოტყუებული საზოგადოების არჩევანი, რომელსაც ეს გონია კაცი და ლიდერი. ამაზე ლაპარაკი მე მაგალითად სირცხვილად მიმაჩნია, ახლა რატო ვლაპარაკობ, ვიცით? უბრალოდ რომ სენტიმენტებით მიდის თამაში რა, მართლა იმ სენტიმენტებით რომ მიდის თამაში, რომ მართლა რომ უნდათ ჩვენი ხალხის და ერის მოტყუება თუ არა. მე ნახეთ არ დამდენი ხანი დეტალურად არ ჩამიგდია საინტერესო ეს თემა ამაზე მელაპარაკ, როგორ შეიძლება ან ბექავარდოსანიძის დაკავება მიიღო სერიოზულად, ან როგორ შეიძლება ვიღაცა მაღარაძის აქცია მიიღო სერიოზულად ქართულ ოცნებას. ესენი არიან ქართული ოცნების მკვიდრი შვილები ხალხო. და ეს ახლა რაც ხდება, ზოგადად რაც ხდება, ეს არის ვაჭრობა ჩვეულებრივ ქართული ოცნების ევროუწყებებთან და ევროკავშირის უწყებებთან. მე იქ იმ ინტერესებზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ არ კი არ ვლაპარაკობ, რომ მე ყველაფერი მომწონს ან არ მომწონს, არა. მე ერთადერთი ამ ყველაფერს უსვამ ხაზს, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი თოჯინები, რომ აი ხო უყურებთ ქართული ოცნება ეტყვის, რომ რაღაცა არ გავაკეთოთ, რომ კანონი არ მივიღოთ, არიან ჩვენს ერში განწყობილი ადამიანები და ჩვენ ამათ წინ ვერ წავვათ, აი რაში ჭირდებათ ეს მასხარები. თორემ რუსეთში ესენი დიდი ხნის მანძილზე მიხვდნენ, რომ ესენი არიან გამომუშავებაზე მყოფი ტიპები რა. მაგრამ ქართული ოცნება შეუძლია რა, ჩვეულებრივ ამ წაქიდან ძალიან ბევრი ყველი გამოიღოს რა. თუ გამოა რა, იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ, ახლა თუ იცით საერთოდ როგორ ამოდის ყველი, სოფელში თუ გინახიათ როგორ ამოდის ყველი, იმ მასიდან რაშიც არის ის ანასხლეტები ყველის იწურება და დგება. ხო და ამათ გამოცლილი აქვს აბსოლუტურად ყველანაირი ხორცი იმისთვის, რომ ამათგან პროდუქტი შეიქმნას. ეს არის უკანასკნელი გაფართხუნება. ამ ძალა არანაირი ძალა არაა ეს. ჩვეულებრივ მილიონები დევს, აქ მილიონები დევს იმისი, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ორგანიზაციამ იარსებოს. როგორც კი გადაიკეტება უშიშროებიდან ეგ წყარო, იქვე შეწყდება ამათი არსებობა და ამათი ყოფა და ამათი პოლიტიკური ეგზისტენცია. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ ყველას, რომ არ გაებათ ამ ახეში, არ დაიჯეროთ ამ სიბრიყვის, არ დაუჯეროთ არავის, რომ ესენი რამის გამკეთებლები არიან, ჩვენ გვინდა პარლამენტში ჩვენ შესვლა, ჩვენ გვინდა პარლამენტში ყოფნა, ჩვენ გვაქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა, სიცრუე. საქართველოში არანაირი ფორმის არჩევნები არ ტარდება. ამათი შექმნა და ამათი ეგრეთ წოდებული გაუქმება ეს უკვე იყო წინასწარ ჩადებული იმ პროგრამაში, რომ მერეა ქართული ოცნება ევროუწყებებში და ამერიკაში ვიღაცას დალაპარაკებოდა, რა ჩვენ ცდელობა პრორუსული ინტერესებისა ამ დონეზე ავკვეთეთ და ჩვენ კაი ბიჭები ვართ. ვინ გამოდის აქ კაი ტიპი? ქართული ოცნება, ვინც შექმნა, ვინც გააჩერა, ვინც არსებებს, ვინც ვაჭრობს და პლუს ამას როგორც გითხარით რა, მასა რომელიც შეყრილია, ეს არის ჩვეულებრივ სატყუარა იმისთვის, რომ კიდე ივაჭრონ ვიღაცასთან. მეტი არაფერი არ ხდება იქ. თქვენ ვერ მონახავთ საქართველოში 50 კაცს მართლა გამწარებულს, რომელიც ერთმანეთის გვერდზე დადგება და ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებს. ვერ მონახავთ ასეთი ფორმის ჯგუფს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია თქვენ შეკრიბოთ ვიღაცას ძმას დაუშინებენ, ვიღაცას დედას დაუშინებენ, ვიღაცას მამას დაუშინებენ. ეს დაჯგუფება მხოლოდ მოსულია კომპრომეტერული მიზნით. ამ დაჯგუფებას მხოლოდ მიღებული აქვს უმრავლეს შემთხვევაში ფული, ან ამ ჯგუფის წევრები არიან მოტყუებულები. და რა თქმა უნდა, იმ ხალხის ორგანიზებას, მიყვანას, იქ დადგომას, იქ ამას ჭირდება კოლოსალური თანხები.
იმიტომ რომ მე გეუბნებით თქვენ მე მქონია შეხება ყველაფერი ამასთან და ეს ასე ბუნებრივად არ ამოდის როგორც მინდორში ყვავილი. პროტესტი შეიძლება იყოს ბუნებრივი, მაგრამ ორგანიზება ამ ყველაფრის, ხო? ჩვეულებრივ ასე არ ხდება. მაშინ რა ფულით ხდება, გეუბნებით? რა თანხებით ხდება? საიდან? ზუსტად ვიცი რომ ამ ყველაფერს რუსეთი აღარ აფინანსებს. გამოწურეს, გამოიყენეს. საიდან? ქართული ოცნების შავი ბიუჯეტიდან ხდება, როდესაც გომელაური ყიდის ნარკოტიკს, აი როგორ ხდება ეს ყველაფერი რა, როდესაც პოლიცია ჩაბმული ამ სუტინიორობაში, როდესაც არალეგალური ბიზნესით ხდება ქართული ოცნების შავი ბიუჯეტის გამომუშავება, შემოოქროვება და კარგება, ეს შავი ბიუჯეტი ზუსტად ამ შავი ბიუჯეტით ფინანსდება ზუსტად ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, კალაძე არის ერთ-ერთი დამფინანსებელი ამ ყველაზე მახინჯი ორგანიზაციის ის არალეგალური ნებართვებით, მათ შორის რომელიც მორგოშიაზეა გაცემული, მილიონები იშოვეს ქართულ მარშში ჩუმჩუმად დაძროებოდნენ ჩვენ რომ მქონდა რა თქმა უნდა იქ ვიდექი ყველანაირი აპოლიტიკური მოტივებით ამ როდესაც ვაპროტესტებდი რაღაცებს ესენი თურმე დაძროებოდნენ იქ ესენი ვინ აღმოჩნდა რომ ვიღაცა კორკოტას და აღმოჩნდა ვიღაცა ამას რა ქვია მორგოშიას აქვს კალაძიდან რაღაცები გადაფორმებული თავის სახელს როგორც აღმოჩნდა რა და იქ პატიოსანი ბიჭები ფეხით მივდიოდით იმის ფული არ იყო რა ქვია რომ ემაში მივსულიყავით ავტობუსით რომ წავსულიყავით ისე ვიკრიბებოდით და ისე ვიბრძოდით რა მე იმას ხوار ვამბობ რომ ყველა ცუდი კაცი იყო არა ყოველ შემთხვევაში ეს ორი ადამიანი რომელიც მე ვახსენე ეგენი და განსაკუთრებით მორგოშია კოლაბორაციაში იყო ქართულ ოცნებასთან და ყოველთვის ასე ხდებოდა რა ფილარმონიასთან აქცია რო გაკეთდა წინასწარ მორგოშია მიცოდა რომ მას დაიჭერდნენ ვითომ დაიჭერდნენ და რა დაჭერაზე არის ლაპარაკი ნახევარი საათი გააჩერებდნენ პოლიციის განყოფილებაში და ნახევარი საათის მერე დიდი ბოდიშით იმით გამოუშვებდნენ გარეთ ეს არის რეალობა და ყველაზე მეტი რა არის იცი კიდე გულსატკენი აი ამ როდესაც რაღაცა გაიფურჩქნებოდა ძლიერი და მართლა იყო რა ეს მუხტი საქართველოში აი ეს დიდი აქცია რო გაკეთდა აღმაშენებლის მოედანზე რო გამოვიდა მთელი ერი თურქეთის და თურქული დამპრობლების და საზღვარი იმიგრანტების წინააღმდეგ რომელიც მართლა ძირავდნენ რა ყიდულობდნენ ქართულ მიწებს და ანადგურებდნენ ქართულ მომავალს გამოვიდა მორგოშია და ისეთი რაღაცეები იკადრა და პროვოცირება დაიწყო ამ ვიღაცა თათია იმის წინააღმდეგ გვარიც აღარ მახსოვს იმ შტერკალასი რომელიც ჩვეულებრივ აგენტი იყო და რომელიც ჩვეულებრივ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთან ერთად გაეროში ხელი გადახვეული ჭამდა და სვამდა რა და იმეს დაუწყო გინება და ისე დაიყვანა ქვეყნის და ჩვენი მორალური ინტერესები რა მთელი ერის რომ ეს იყო თურმე ვიღაცა თათია დოლიძის საწინააღმდეგოდ გაკეთებული თემა რომ ამდენი 1000 კაცი ქუჩაში გამოვიდა ასეთი დივერსანტები ეს არ არის ქვეყნისთვის გულანთებული ესა ჩვეულებრივ მოღალატეების დივერსანტი რა ეს არის დივერსანტი ტიპი რომელიც ნებისმიერ ეროვნულს ჩაფუშავს და პარტია აქვს და ქართული ოცნების წინააღმდეგ ოპოზიციონერ ბიჭებს თამაშობენ აი მათ კარგი მოვთხრან მე რამდენი ესენი ოპოზიციონერები არ იყვნენ და რამდენი ამად მკერჩი ქართული გული არ ქონდეთ რა წადით ბიძია იმ კრასნი მოედო იქაც აღარ გიშვებენ და არც მიგიშვებენ გეუბნებით იმიტომ რომ არ იქამდე მოწინააღმდეგესას არ ჭირდება იუდა თქვენნაირი იუდა ბიჭო არ ვიცი ხა რამდენ იმაზე წავა ეს თქვენი თამაში რამდენს მოტყუდება ეს საცუდავი საზოგადოება რამდენს გააკეთებთ რა არ სადამდე წავა ეს თქვენი ის მე ვერ გეტყვით მაგრამ ერთი რაღაცა ნამდვილად ვიცი ერთი რაღაცის ნამდვილად მჯერა რომ ამხელა ერის ასე თვალებში ნაცრის შეყრა ეს არავის არ დარჩება არავის არ დარჩება რა ჩვეულებრივ ხელში იმათ რომ ყველაფერი გაუვიდეს და ეგ არის რა ახლა ვიღაც წერს რომ დავითო სისხლისღრა საქართველოში გარდაუვალიაო ეს წერს ბატონი მე ჩემი აზრი მაქვს აი თუ ასე წავიდა ყველაფერი თუ ასე შეიქმნა ჩვენ ქვეყანაში ესეთი მოღალატეობრივი მოძრაობები
ზოგადად ნაცმოძრაობას და ქართულ ოცნებაზე არაფერს არ ვლაპარაკობ, ეგენი ისედაც არის მოღალატეობრივი მოძრაობები, თუ შეიქმნება ესეთი მოღალატეობრივი მოძრაობები და ესეთი მოღალატეობრივი მოძრაობები დაიწყებენ დაპირისპირებას და გამოყენებას უბრალო ადამიანების, რა თქმა უნდა, არანაირად არ გამოურიცხავ იმას, რომ იყოს პროვოცირებული ამაში საზოგადოება. ახლა თქვენ რა გონიათ ვითომ პრეზიდენტი როა ეს სალომე ზურაბიშვილი ყველანაირად მიუღებელი ტიპი გუშინ შეიწყალა თუ გუშინ წინ ადამიანი რომელიც არის ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დამნაშავე მე კიდე ერთხელ გეუბნებით და ვადასტურებ ჩემ мотивაციას რომ მურუსის სასამართლოს მიმართ არანაირი პატივისცემა და ნდობა და ის არა მაქვს მაგრამ არის როგორი ვარიანტი იცი შენ როდესაც პროკურატურა წარმოგიდგენს მასალებს რა ეს ხო დემოკრატიულ პროცესზე მოძრაობს ყველაფერი რა და გეუბნება რომ ეს ადამიანი რომელმაც ჩაიდინა ესეთი აქტი და მათ შორის ეს არის ტერორისტული აქტი, როდესაც შენ პოლიციის სისტემებს ესური ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი წინაღობა რა ესური მოლოტოვის კოქტეილს ხო ესაა ზეთიანი საშუალება ავალებადი ამითი ტანკს დაწვა პოლიციის მანქანას კი ახლა ვინც არ იცის როგორ ხდება ეს ნუ ხდება ასე და დაიჭირეს ეს ტიპი კოცებმა და იმის უკან ვინც შექმნა მოლოტოვის კოქტეილები, ვინც დაგეგმა პროცესი, ვინც მიიტანა, არავინ ამ თემაზე დაკავებული არ იყო. აი მე რატო არ მჯერა ქართული ოცნების? რატო არ მჯერა მისი მახინჯი პროკურატურის? და მისი სისტემის რატო არის ჩემთვის ეს სისტემა მიუღებელი? ხო. და აი რა მინდოდა მე თქვა, ჩემოკარგებო და კიდევ ერთხელ ხავს უსვა მამას, ხო? სალომე ზურაბიშვილმა 9 წლიან ბრალში შეიწყალა და ამდენი ადამიანი ზის, რომელსაც სოციალურ ნიადაგზე აქვს უბედურება, ამდენი ადამიანია, რომელსაც პრობლემები აქვს კანონთან მართვაში და ამდენი ადამიანია, რომელიც გაუბედურებულია ამ მახინჯი სოციალური სისტემის გამო და არც ერთი მათგანის შეწყალება არ მომხდარა, ხდება ვიღაცა ექსტრემისტის შეწყალება, ხდება ვიღაცა და ვიზუალის გამოა დაჭე თუ გინდა ის გაირჩვეთ რაკში რა ქვია მჟავე კიტრი თუ არ უნდათ ამათ პოლიტიკურად მაინც არ შეგი ვიზუალი რაშვაშია არ ვიზუალი რაშვაშია ხალხო ნახევარი საქართველოს ოჯახური კონფლიქტების გულისთვის ზის საქართველოში ვინმეს დაუსვია საერთოდ ეს შეკითხვა ეს გამოდის პედოფილებს იწყალებს პოლიციის მკვლელებს იწყალებს 4 ზურის მკვლელი შეიწყალა ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ამ მოღალატეობრივი სისტემის წევრი საქართველოს გაყოფა გადანაწილება მიდის მეტი არაფერი არ ხდება მე კიდევ ერთხელ აი ჩვენი შვილების გულისთვის და ჩვენი მომავლის გულისთვის და ნუ რა ვიცი ახლა ხო ყველა არ შეიძლება რა ესე ყველაფერი გათამაშდეს ამათ როგორც უნდა და ამათ როგორც სულთ მე მაქვს სურვილი იმისთვის რომ ნებისმიერმა ჩვენგანმა შეძლოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და ნებისმიერმა ჩვენგანმა მიიღოს ჩვენი წილი ვალდებულებები რა სამოქალაქო ვალდებულებები და ყველამ ჩვენგანმა ვიცოდეთ რომ აი რა არის რა ამ გადაწყვეტილების მერე რა შეიძლება მინდა მივიღოთ პასუხი და ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და მოდი მამა ჩემთან მოდი ამოხვალ შენ დაუქნე ხელს ყველა დაუქნე ხელი დაუქნე ასე ხელი დაუქნე ანა მოდის ალმატაკი ყველა ჩვენგანმა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ რა არის ფასი ამ გადაწყვეტილების რომ ერთხელ და სამუდამოდ რა ჩვენი შვილები არ დაიჩაგროს მეორე და არ გახდნენ ესენი სვისი მონები საკუთარ სამშობლოში ამის დიდი შანსი არის ეს გააკეთონ ესენი იბრძვიან ამის გულისთვის რომ რა თქმა უნდა სვისი მონებად ვიქცეთ და ჩვენი ტერიტორია იყოს გამოყენებული აი ამ მტრების ემათ რა ქვია პლატფორმად ანუ დაუშვებთ ამას ყველას ვთხოვთ რომ მე ნამდვილად ერთადერთი რაც მიჭირს ეს არის ორგანული გაშუქება არანაირად შემგან არ ხდება და ფინანსება რა თქმა უნდა ამეთერების და გაავრცელეთ და მიიტანეთ აბსოლუტურად ყველამდე ეს ლაივი რომელსაც მე ვაშუქებ და რომელ სიმართლესაც მე გადავცემ აქედან ჩემი თხოვნა იქნება ის რომ გამოიწეროთ ეს გვერდი და გადასცეთ თქვენ ახლობლებს თქვენ მეგობრებს
თქვენ ნათესავებს ყველას და გააგებიოთ სინამდვილეში რა. ერთადერთი ამის აკრძალვა ვერ ახერხებენ. და ერთადერთი ამ პლატფორმიდან ამის დაბლოკვას ვერ ახერხებენ. თორე ამათ ყავთ ისეთი პროპაგანდის ელემენტები, აგერ ხო პატარ-პატარა აგენტებიც ხო ყავთ, რა თქმა უნდა რა, მაგრამ იმ ხელა პროპაგანდის ელემენტები ყავთ, როგორიც არის იმედის ტელევიზია, როგორიც არის მაგალითად რუსთავი 2 და პოლიტიკურ ტრიბუნებად აქვს ეს ყველაფერი ქცეული. და ეგერ თუ ვიღაცა გამოჩნდება კიდე მოღალატე რაღაც განსხვავებული მოღალატე ის განსხვავებულ პლატფორმას შექმნის და აგერ ალტინფო დაარქვა და დააჯდა იქ და იმას გონია რომ ამ თემებს გეოპოლიტიკურ ჯერ როგორ ეხება ის საკითხავია. და მეორე ამით გონია რომ რაღაცა სახეა პოლიტიკური არა კაცი რო ერთლარად მშობლიურ მიწას იყიდის და გაყიდის ეგ ამისი სახე ქართული მიწა არც ერთლარად არ იყიდება და არც ერთლარად არ იყიდება. არ შეიძლება მოხდეს ეს რევერსი რა. მე ყოველთვის მიმაჩნია რომ ხალხს აკლია ძალიან ბევრი ინფორმაცია, სიმართალი ინფორმაცია აკლია. ბევრი წერს კომენტარებს და სამწუხაროდ მე მოგესალმებით ყველას ვერ პასუხობ ახლა აქედან რა. მაგრამ მოგვიანებით წავიკითხავ და გავითვალისწინებ ამას რომ თუ იქნა ისეთი შეკითხვა რომელსაც ახლა მე პასუხს ვერ გავცემ მაგ შეკითხვით აუცილებლად დაგიბრუნდებით და გიპასუხებთ რა. ადამიანი როდესაც პოლიტიკაში შედის ის უნდა იყოს სუფთა თავის წარსულით. და არ უნდა დარჩეს ისე მარტო რა სიტყვის მასალა და როგორც მაგალითად მერაბ კოსტავა იყოს ზუსტად გამსახურდია. ადამიანს უნდა გქონდეს იმის უნარი რომ მას უნდა გქონდეს თავგანწირვის მოტივი რომ აი თავი გაწიროს საკუთარი ერისთვის და რაინდი უნდა იყოს, ბუნებით არისტოკრატი უნდა იყოს. მის სულიერი არისტოკრატიული მდგომარეობა უნდა ქმნიდეს მის ღირებულებებს. საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანის პოლიტიკური განვითარების ღერძს. რა არის აი რევოლუციური პუტჩისტური სიმძღნერიდან წამოსული ტიპები რომლებიც აი 4 წელი დაიპყრობენ ხელისუფლებას მერე 4 წელი კიდე დაიპყრობენ ხელისუფლებას და მერე აი ამ 8 წლიანი ქაოსის შემდეგ წამოსული მათი მეორე თაობა გვევლინება ჩვენ ელიტად ეს არის მიუღებელი ყველანაირი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, ყველანაირი საზოგადოების ჩართულობის, ყველანაირი გამჭირვალეობის არქონის გარეშე ხდება ელიტა ტიპები და როგორ არის იცი აი ხელისუფლებაში რომ 4 წელი ვინუშდენი მეორე 4 წელი იქ უნდა იყოს კიდე. ეგ არის როგორ საჩუქარივით რომ მიიღებ რა ხელისუფლება და როგორ ხდება წარმატებულ ქვეყნებში ეს ყველაფერი. ადამიანები წარადგენენ თავიანთ გეგმებს, აკეთებენ გამოკითხვებს სოციალური თემატიკით, რა სჭირდება საზოგადოება, რას ითხოვს, რა არის მოთხოვნა საკუთარი ერის და საზოგადოების რა. აი გამომდინარე აქედან ისინი ერგებიან, მე არ შეიძლება ბიჭო სულ ამ პროჭების, მეტრაკების, პიდარასტების თემით ანგაჟირება რო ანუ ესენი რო არსებობენ, ამიტომ უნდა ვიჯდეთ ჩვენ პარლამენტში. არ შეიძლება აი ჩვენი ერის ინტერესები გავიდეს იმაზე თუ ვიღაცა ბოდიში და ტრაქში ტყნაურობს რა. აკეთებენ, არავინ არ ლაპარაკობს იმაზე რომ ხალხშია, ვიჯო. რომ რა არის ქვეყანაში საარსებო მინიმუმი. არავინ არ იძლევა ამის ცვლილებების დაპირებას. არა ლაპარაკობენ იქ რომ ვიღაცა 1-2-5 პიდარასტის რაღაცა გამოდის მოედანზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგაც უნდა არსებობდეს კანონი წარმოუდგენელია, რო არ იყოს ამ გარყვნილების პროპაგანდის ლოკალიზაციის მექანიზმი. ეს მიუღებელია, მე ვიტყვი, მაგრამ ამის ნომერ პირველ თემად ქცევა, როცა ერი შიმშილად კვდება, როცა იყიდება ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, როცა მიწებს ერთლარში ყიდიან და ყიდულობენ. როდესაც მოსახლეობა გარბის 2.800.000 ემიგრანტია საქართველოსთან გასული. რა არის იცი ძველ რომში ქონდათ ნათქვამი მიეცითო საზოგადოებასო შავი პური და იაფასიანი სანახაობაო რა.
ეს არის მართლა იაფასიანი სანახაობა ოღონ შავი პურის გარეშე. შავი პური მე არ მინახია რა ქართულ ოცნებას ან ვინმეს ერთადერთი ირმაინაშვილი რო იყო ის თავი რო ხატად გამოხატა იმ ყლინაშვილმა და ტრაკფხან მოურავმა ეგენი არ იგებდნენ იმას რა ქვია პენსიონერებზე პურს და იმით იყიდულობდნენ ხმებს პირდაპირ გაგებით ჰქონდათ ეს გაგებული რომაული გამონათქვამი შავი პური და სანახაობა ვერ დადგეს შავმა პურმა დიდხანი არ იმუშავა აი შეულებრივ აი ამათი მემკვიდრეები არიან ეს გოშიები და მათი მოდგმა ვინც არიან ესენი ყველაფერი რა ძალიან ლუსტრირებული იყო როგორ გითხრათ ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი რა ეს ჩემ ქვეყანაში და ვერავინ ვერ დამიდგება და ვერავინ ვერ მეტყვის იმას რომ არ იცი და როგორ არ ვიცი კაცო არ ვიცი კი არა იქ ვცხოვრობდი და იქ დღემდე ამ სევდით ვცხოვრობ რომ ამ ქვაბთან არის ხარშება ეროვნული გული აი გასიმართლე რა ვინ იშოვა რამდენი იშოვა ვის რამდენი ჩაურიცხეს და ასე შემდეგ ყოველთვის ამაზე მიდიოდა ლაპარაკი კულვარებიდან რომ ესმოდა მე და ყოველ არ მივდიოდი მე ერთხელ წავიდოდი ორჯერ წავიდოდი სამჯერ ნახავდი ამათი დედა შევეცი რა გულში ვფიქრობდი რომ როგორ შეიძლება ამათთან აზრით თანაზიარი ვიყო რა როგორ შეიძლება მე ამათთან ამე საქმე მქონდეს საერთო მქონდეს რა ხელისუფლებას აწყობს ბევრი მორგოშია ხელისუფლებას აწყობს ძალიან ბევრი მახარაძე და ეს მარტინენკოვი რა აწყობს იმიტომ რომ არ უნდა გამოჩნდეს ქვეყანაში ინტელექტუალური ძალა რა ინტელექტუალური ძალა რომელიც მათ ოპონირებას გაუწევს რა უნდა გულახდილად გეტყვით რა შევქმნილიყავით ჩამოყალიბებულიყავით და რამდენჯერ პარლამენტში არ ვიყავი კაცო ერთი 10-15 ჯერ ვიყავი გამოსული და ყოველთვის ჩვენი დიალოგი მთავრდებოდა იმითი რომ ქართულ ოცნებას ყავდა ეს პუტჩისტი რომელიც მკვლელი შვილი გამოზარდა რა კობაია კობალაძე და ის ცდილობდა რომ ჩვენ შევეჩერებიეთ რა ეს არის და გარკვეული დროის მერე, როდესაც ეს ყველაფერი უკვე სტატიკურ მხილებაში გადაიზარდა, ახლა შეგვიშვეს იმ პარლამენტში და დამთავრდა ამით ყველაფერი, არ დაუშვეს ჩვენზე საშვი. არას დემოკრატია, დემოკრატიის მაგარი გაგება აქვს რა. არჩევნები და რა პარლამენტი და რა სიტყვის თავისუფლება, ფეხს ვერ გადადგამ ვერსად რა. ვერსად ერთ ნაბიჯს ვერ გააკეთებ რა. თუ არა გაქვს შეთანხმებული ქართულ ოცნებასთან. ეს დემოკრატია შემოbrunდება და ან ციხეში გაგიშვებს, ან პოლიტიკურ დევნაში გაგიშვებს, ან ოჯახის წევრს მოგიკლავს, ან შენ მოკლავს რა. ჩვეულებრივი თემური წყობილების მენტალიტეტით არის გააზრებული ყველაფერი რა. სხვათა შორის ძალიან მძიმედ რა. მე მაგალითად გულახდილად გეტყვით, რომ საქართველოში არ მეგულება პოლიტიკური პარტია რომელიც პატიოსნად ცხოვრობს რომელიც დღეს მაგალითად პარლამენტშია არიან პარლამენტის გარეთ 230 პარტია თუ არ ვწდები რა ამას ვამბობ მე გულახდილად რა რომ მე არ მინახია იქ ადამიანები რომლებიც აი მართლა რაღაცას გააკეთებდნენ ქვეყნის გულისთვის. არა, მათი ინტერესები არის, რომ რამენაირად დააჯდნენ ბიუჯეტს და ფული იშოვონ რაღაცნაირად თემა რა ის რუსული კანონი, რა ისეც ჩვეულებრივი შემოგდებული თემა არის ქართული ოცნების უნიჭო სანახაობის პარკლებში. ხა ყველაზე მეტად კიდე რაზე მტკივა, იცი გული ამდენი ემიგრანტი გავს ქვეყანას და კობახიძეს ორი კატეგორია, ორი საქართველო უცხოეთში გერმანიაში რა. უყურებ ამას. რომ ტაშს უკრავენ კობახიძეს, იქ შოლცთან შეხვედრისთვის მეორე კატეგორია აგინებს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც აი ევროპაში ასე იქცევა, ქართველის გარდა. ჯერ მე იმ ტიპებს მინდა მიმართო რა, ვინც ტაშს უკრავს. თქვენი დედა შევეცი მე რა.
გასაგებია რომ ადამიანი შეიძლება იყო პრობლემების წინაშე უცხოეთში და როგორ უნდა აიღო ის 50 ევრო ეგაა რო იცოდეთ რა ფასი აი მაგათ ტაშის მკვლელების იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი ის თანხები რითიც ქართველები ამ ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლება იმას აკეთებს 50 ევროა კაცზე რომელსაც საკუთარ ქუჩის ლობისტად ქირაობს ქართული ოცნება 50 ევროთ კი რა თქმა უნდა ეს უფრო დიდი ეკვივალენტის ფულია და ყიდვის უნარიანობის ვიდრე საქართველოში მაგრამ როგორ შეიძლება ეს რომ ადამიანმა საკუთარი სამშობლო გაყიდო უცხოეთში და ისიც 50 ევროთ აი რაში იხარჯება ეს და საგარეო დაზვერვა რაში იხდის ფულს და რითი არის საქართველოს საელჩოები დაკავებული და არ შეგეშალოთ თქვენ არაფერი იზორია ქვეყნის მტერი და პირველი მოღალატე რომელიც გამომექცა საქართველოსდან უნდა იცოდეთ ეს თქვენ ყველაფერი რომელიც 1000-ჯერ კორუფციაში ვამხილე და რა აქვს ქართული ჯარის წინააღმდეგ გაკეთებული და როგორ მოქმედებდა ავღანეთში როგორ დახოცა ჩვენი ბიჭები იმისთვის რომ გერმანიის მოქალაქეები გადარჩენილიყვნენ და გერმანიაში დღეს სულ ხელშეუხებლობაში ცხოვრობს როგორც საქართველოს ელჩი და სარგებლობს დიპლომატიური მფარველობით და იქვე მიიკერა თანამშრომლად გომელაურის შვილი ანა გომელაური რომელსაც სექსუალური სკანდალი ქონდა ქვეყანაში ეხაც იეზიდთან თუ არ ვიცი ხარ მინდა ამბავს ჩავყვე და ამით იხდის ის ფულს და მიყავს ეს უთავმოყვარეო ადამიანები და იმაშვება უხდის 50 ევროს იმის გულისთვის რომ ტაში დაუკრან კობახის აი ყველა თქვენს დედებს შევეცი ბიჭო თქვენსას ყველასას გერმანიაში ვინც ხელი მოაწერეთ ამას და რატო მაშინ არ გამოდიოდით და საკუთარი თანამოქალაქეები რო წვალობდნენ გერმანიაში მარწყვის საკრებად რო წაკუზეს და წაიყვანეს იქ და გადააგდეს ფულში თვითონ გერმანიის პროფესიული კავშირებიც კი გაოცებულები დარჩნენ იზორიამ იმხელა მახინაცია გააკეთა მაშინ გერმანიაში და ჩათვალეს რომ ეს იყო საშიში და პრობლემა ასეთი დამოკიდებულება რა რომ მაშინ რატო არ გამოდით თქვენ გერმანელი რო ქართულს უდგებოდა გვერდში რატო არ გამოდიოდით მაშინ და რატო არ უდგებოდით გვერდში რომ გამოდიხარ და კობახიძის ბინძურ უკანალს რო წმენთ ეს არის გლობალური სახე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის. მეტი არაფერი არ არის აქ რა. ადეიშვილი ჩვეულებრივ სისხლის მსმელი ჯალათი ნაცმოძრაობის რომელიც ბუნდესტაგში გამოვიდა ადამიანის უფლებების დასაცავად. ეს ვერავინ ვერ დაინახა საგარეო დაზვერვიდან, ვერავინ ვერ დაინახა ხელისუფლებიდან. კაციშვილი ამას არ გამოხმაურებია. ჩადის დღეს კობახიძე იქ და კობახიძეს ეუბნებიან, რომ იცით რა, იმედი ამ კანონს უკან გაიწვევთ, იმიტომ რომ ეს საქართველოს არ ჭირდება. გერმანელი გეუბნება შენ ამას. გერმანელი, რომელმაც ფაშისტურად ამდენი ქართველი სიცოცხლე წაიღო და იმაზე ბოდიში კარგად რო არ გადაუხდიათ ჯერ. და გიწესებ შენ ქვეყანა, ესეც რო ვაჭრობის თემა, აი რატო ჭირდებოდათ რუსული კანონი რა? კი, ჩვენ ამას წავიღებთ, მაგრამ იცი რა, მაშინ შენ აგერ ჩვენი ოპონენტი რო ყავდა ნაცებიდან მოწვეული და ბუნდესტაგში გამოიყვანე, მოდი მეორედ იმას ნუ გამოიყვან რა. აი რატო ჭირდებათ ესეთი თამაში საქართველოს საკანონმდებლო სისტემით, ხალხო? თქვენ არ იცით რა ხდება ფარდის უკან? მორგოშიასნაირი კანონის მიღება, როგორ შეიძლება სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზიები აქვს იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. როგორ შეიძლება მურუსიძე ყავდეს, როგორ შეიძლება მოსამართლედ მურუსიძე ყავდეს, როგორ შეიძლება ოპოზიციად ნაციონალური მოძრაობა ყავდეს და ხელისუფლებად კობახიძე ყავდეს, მაგრამ თურმე შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება აღარ არსებობს. თუ არა აგერა ალტერნატივა არის ესენი და გინდ დაიჯერე გინდარა. გინდ დაიჯერე და გინდარა.
მიიღებ, არ მიიღებ, კარგად იყავი რა. შენ გეუბნებიან ამას ეს. შენთვის რამდენად მისაღებია თუ არ არის მისაღები. მე მოკლედ თემას არ მინდა გავექცე, იმიტომ რომ ბევრი რამე მქონდა შესაძლებელი და შევაფასე, მაგრამ თუ საქართველოში არ დასრულდება ამათი მუღალატეობრივი ტრაკის თამაში, თუ ამათ არ ექნება თავისი ადგილი, მანამდე არაფერი არ იქნება. საერთოდ არაფერი არ იქნება. საერთოდ არაფერი არ იქნება. ქართველმა კაცმა ამათ უნდა დაარქვას თავის სახელი და დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი. წამოდგეს ფეხზე მორგოშიების გარეშე, მახარაძეების, მოღალატე მახარაძეების გარეშე და ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის გარეშე. და ერთხელ და სამუდამოდ დაანახოს ყველას თავისი სახე რა. ქართულ ოცნებას რო შეეკითხო თურმე სპორტული მიღწევებიც ამათ დამსახურება ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ მე. მინდა რომ გელაპარაკო დავასრულო ეს გამოსვლა. ჩემთვის არაა მარტივი ეს ყველაფერი და გისურვებთ წარმატება.